გამარჯობათ, მე ვარ ნათია ბიტიაშვილი, Dental Science-ის ბავშვთა და მოზარდთა ექიმის სტომატოლოგი. დღეს გავცემ ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხს, რომელიც ყველა მშობლისთვის ძალიან საინტერესოა და ეხება ბავშვების კბილების მოვლას. მშობლებს ხშირად აინტერესებთ, რამდენად ხშირად შეიძლება მოიყვანონ ბავშვი სტომატოლოგთან და რომელი წლიდან დაიწყონ კბილების მოვლა. ბავშვის სტომატოლოგთან წარება პირველივე კბილის ამოჭრიდან შეიძლება, რადგან შემოწმდეს კბილების მდგომარეობა, მათი ამოსვლის მიმართულება და შეფასდეს, რა სჭირდება ბავშვს. ბავშვის სტომატოლოგთან წარება სასურველია 6 თვეში ერთხელ. ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემა ბავშვებში არის სარძევე კბილების კარიესი. როგორ უნდა დავიწყოთ ამისგან თავი? ამისთვის საჭიროა ბავშვებს ვასწავლოთ ჰიგიენა. ბავშვის სწორი ჰიგიენისთვის უნდა შევარჩიოთ სწორი კბილის ჯაგრისი და სწორი კბილის პასტა. დიდების და ბავშვების კბილის პასტები განსხვავდება ერთმანეთისგან. ბავშვების კბილის პასტა არ უნდა შეიცავდეს დიდი რაოდენობით სწორს, კონსერვანტებს და დიდი რაოდენობით აბრაზიულ ნივთიერებებს. ხშირად მშობლებს აინტერესებთ, შეიძლება თუ არა ბავშვებს მივცეთ დამატებით კალცი ან ფტორი, მაგრამ ამ მინერალების მიცემა ხელაღებით არ შეიძლება, აუცილებელია პედიატრთან კონსულტაცია, რადგან შეიძლება კალცმა და ფტორმა ჭარბი რაოდენობით გვერდითი ეფექტი მოგვცეს. ხშირად მშობლებს აინტერესებთ, როდის არის აუცილებელი სტომატოლოგთან ვიზიტი. ამ შემთხვევაში არის 3 ფაქტორი. პირველი, არასწორი ჰიგიენა, რომლის შედეგადაც ბავშვებს დიდი რაოდენობით აქვს ნადები კბილებზე. მეორე, მრავლობითი კარიესები, რომლებიც შეიძლება კალცის ან რომელიმე სხვა მინერალის ნაკლებობაზე მიუთითებდეს. და მესამე, სვლად კბილებში კბილების არასწორი ამოსვლა, რაც გულისხმობს ორთოდონტიულ პრობლემას. კლინიკა Dental Science გთავაზობს სტომატოლოგიურ მომსახურებას, როგორც ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგიაში, ასევე ორთოდონტიაში და ზრდასრულთა სტომატოლოგიაში. თქვენ შეგიძლიათ მოიყვანოთ თქვენი პატარები პირველივე კბილის ამოჭრიდან და გაიაროთ კონსულტაცია ჩვენს ექიმ სტომატოლოგებთან.